ერეთის ეპარქიის მამა პეტრე იყო სანამ სასულიერო პირი გახდებოდა ლაშლოვანის ნაკრძალის დირექტორი. მისთვის ეს გამოსყიდვება ცნობილი არის არასაფრის მცოდნე პროფესიონალი და ჩვენ ერჯერ ვისაუბრია მამაოს ხო უფრო უკეთესად წარმოვადგინოს ეს ჩვენი
ფაქტობრივად შეუსწავლელი არის, მხოლოდ არის შემორჩენილი მისი ნაწილი, გარკვეული რაღაც იერსახე იმ იშვიათ ლანდშაფტზე, რომელიც არის კი ერთიანი ლანდშაფტები. და თავისთავად ეს ტერიტორია მინდა გითხრათ, რომ რომელიც ამჟამად საეკლესიო ორნამენტის მონასტრის ტერიტორიას, სამონასტრის დაცულ ტერიტორიას არის მისი მცირე ნაწილი ბუნების ძეგლი არის აქ 4 ჰექტარი. სადაც ეს არის ადგილი, რომელზედაც სავარაუდოდ იყო დაფუძნებული ეს კათედრა, საეპისკოპოსო კათედრა. ხოლო მისი დიდი ნაწილი აქ არის 180 ჰექტრამდე დაფარული ფართობი ასევე, სადაც არის მრავალი როგორც საეკლესიო ისე სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობები, თუ საცხოვრებლები, გამოფენილი არის პატარა სახლები ასევე. ეს არის სატყეო სააგენტოს სახელმწიფო ტყის ფონდის მიწები. მეუფეშია, ხოლო ასევე მე მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რომ რატომ უნდა იყოს ეკლესიის მაინც და მაინც. რატომ შეიძლება რომ ყოფილიყო დაცული ტერიტორიის ვთქვა. მე მარტივად მინდა ეს აღსტანა გითხრათ, ასე ვთქვათ, ძალიან უბრალოდ. როცა ადამიანს ეძლევა ვთქვათ, საცხოვრებელი გარემო. აუცილებელია მისთვის ეგრეთ წოდებული საკარგიდამო, თუნდაც მინიმალური რაღაც მონაკვეთი. ასევე არის მონასტრისთვის, ნებისმიერი ცოცხალი მონასტრისთვის, რომ მას ჰქონდეს მინიმალური ის ტერიტორია, თქვენ დაფარული იქნება, თუ ანუ ის გარემო ბუნებრივ სადაც ის არსებობს, რომ მას ჰქონდეს ასევე აი ის საკარგიდამო, ანუ ჩვენთვის გასაგები ასე ვთქვათ, ადგილი, სადაც მონასტერი იცხოვრებს, იარსებებს. ექნება ის აუცილებელი მისთვის ცხოვრების, სამონასტრო ცხოვრებისთვის გარემო, რომელშიც ის თავის ფუნქციას შეასრულებს. და მინდა ასე ვთქვა, რომ ფაქტიურად ეს ერთი ხრი, ხოლო მეორე ხრი, აი ის უმთავრესი შესაძლებლობა იმისა, რომ მონასტერში დაიბადოს და ასევე ამოქმედდეს საუკეთესო გამოცდილება, როგორც ბუნებრივი ტერიტორიის მოვლისა, მისი გამოყენებისა, ასე მისი დაცვისა. და ამის მაგალითი ისე როგორც ისტორიულ წარსულში იყო, არის დღესაც. მე მინდა გავიხსენოთ იგივე ალავერის მონასტრის მაგალითზე. ყველასათვის ცნობილი არის და ჩვენი საამაყო ჩვენთვის ტრადიციული ქვეების, ანუ ღვინის ტრადიციული ბოლო მათგანა. არსად არ მოხდა მინდა შეგახსენოთ დღევანდელ დღესაც. აი იმ სახით და იმ ფორმით აღდგენა, როგორც მოხდა ალავერის მონასტერში. ესე იყო წარსულშიც. ანუ საუკეთესო მაგალითი ღვთის შეწევნით სამეურნეო საქმიანობისა მათ შორის იბადებოდა მონასტერში. და მხოლოდ ის იძენდა, რა თქმა უნდა, სამეცნიერო ღირებულებებს შემდგომ უკვე ერში. და ესე არის, როგორც თქვათ, აი თქვა სოფლის მეურნეობის კუთხით. ესე არის იგივე, ცოტა მეუფე მოიყვანა ძალიან ცივი ლაპარაკა, თქვათ, თუნდაც სამშენებლო კუთხით, მათ შორის საეკლესიო შემოვლებას გულისხმობა. ეს არის, ვინც ალბათ სპეციალისტები ძალდებით ის ვისურვებია თქვენ გენახავთ თუ არ ყოფილხართ ჩაკეტილი თხემების ახლად დაარსებულ მონასტერში და იქ დაინახავთ ძალიან ბევრს ზუსტად იმ თავარი დამოკიდებულებისა, რომელიც უნდა გქონდეს ალბათ ადამიანს ზოგადად, როგორც ბუნებრივი ლანდშაფტის მიმართ, ისე შემოქმედების მიმართ. აქ არის ფუნქციური დატვირთვა, როგორც მონასტრის ცხოვრებისა, ასევე მისი ზოგადად ადამიანის დამოკიდებულება მშენებლობის დროს ბუნებრივი გარემოს მიმართ. ეს არის აი ცოცხალი სკოლა მაგალითი, თქვათ შაკეტილი თხემების მონასტერი, როგორ უნდა აშენოს ადამიანმა ზოგადად საერთოდ, არა მარტო მონასტერი, არამედ მისი საცხოვრებელი გარემო. ესე რომ ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ ამ შემთხვევაში, ალბათ სამხრივი იქნება, არ იქნება სწორი. ანუ ეს უნდა იყოს ორმხრივი, ისე როგორც ეკლესიას აქვს სასწავლებელი სახელმწიფოსგან ბევრი რამ, ისე სახელმწიფოს აქვს სასწავლებელი ეკლესიისგან და ესე იყო მუდმივად ისტორიულ წარსულში. და ეს ალბათ დღევანდელი დღეს აი ამ პროცესის ხელშემწყობი იქნება. ჩვენ ეპარქიაში ასევე არის კიდევ რამდენიმე ობიექტი, რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის და ძვირფასი არის, ეს არის
შაუეთის საეკლესიო დაცული ტერიტორიები, რომელიც არის განფენილი, რომელიც არის წარმოდგენილი ასე ვთქვათ, უბრალოდ ყოვლისა, იმიტომ რომ იქ არის ძველი უძველესი მონასტერი შაუეთის, რომელიც სავარაუდოდ შეუსწავლელი ეს არქეოლოგიურად და როდესაც მეუფე ძალდებოდა ჩვენთან იქ არის თიხის აგური აღშენებული, რომელიც არის განსაკუთრებული ფორმის, რომლის მსგავსი ის ფორმი არის აღწერილი ლოდვის მონასტერში და სავარაუდოდ ეს აი ამ პერიოდს განეკუთვნება, ასე ვთქვათ, მისი ასაკიც. არის გამორჩეული, როგორც გითხარით, ფორმით და სტრუქტურით. თვითონ მონასტერი არის საკმაოდ უცვლობითი და მისი სახელმწიფოებაც ალბათ სავარაუდოდ მომდინარეობს შავი მთებიდან, როგორც ისეთ არის სივის სახელმწიფოში, ძველი ანტიოქიის ეკლესიის ტერიტორია არის ესა და აი ასურული მამების შემოსვლას უკავშირდება სავარაუდოდ ამ მონასტრის სახელმწიფოების ისტორიაც. და აქ არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომ თვითონ ეს ტერიტორია, შემოგარენდა, რომელიც დღეს არის ჩემის წესით გადმოცემული, არის მნიშვნელოვანი დაცული ტერიტორიების უშუალო ნაწილი ეროვნული პარკის. და რა თქმა უნდა, აქ თავმოყრილია შესაბამისად იმ უნიკალური გამოფენების ნაწილი, რომელიც ამ ტერიტორიაზე არის. ზოგადად იგეგმება და არის სურვილი იმისა, რომ აქ აღდგეს სამონასტრო ცხოვრება სრულფასოვანი, ამიტომ ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს ეკლესიის ფუნქციონირება. და ასევე არის ერთი ობიექტი, ჩვენი ეპარქიისა, ეს არის ოზანის ამაღლების მონასტერი, რომელიც სხვადასხვა წყაროებით არის დაცარიელებული სამყარო მეცხრე საუკუნის არასას არის შემორჩენილი სწავლობითი ისეთი სახით მისი აღდგენა მოხდა დამთავრდა სწორად გასულ წელს არის დასრულებული რა თქმა უნდა მისი კონსერვაცია მაგრამ არის პირველი ტიპის სამუშაოები ჩატარებული რომ არ გაგრძელდეს ვთქვათ მისი დაზიანება იმპერატორ გარემოში და მის შემოგარენში არის გადმოცემული ჩვენ ეპარქიაზე სახელმწიფო ტყის ფონდიდან უკვე გადმოცემული ტყიდაფარული ფართობი. ასევე არის რაღაც ძირითადად არის განსხვავებული ვთქვათ მეზობელ დღეს რომ მომზადებ და ნახოთ ეს უკვე არის ჩვენ დაქვემდებარებაში უკვე რამოდენიმე წელია და სამწუხაროდ ვთქვათ ჩვენს მომიჯნავით თვითონ ესეც არის სახელმწიფო ტყის ფონდი კვეთრად დაინახავთ სხვაობას ვთქვათ ჩვენ ტერიტორიისა და ჩვენ მდებარე ტერიტორიის შორის საკმაოდ კვეთრი სხვაობა არის. მდგომარეობს იმაში რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვთქვათ არ აქვს რაღაც განსაკუთრებული შესაძლებლობები მისი დაცვის არის რაღაც მონდომება დამოკიდებულება და ყავს იქ რენჯერი რომელიც უვლის იცავს სოფლების დაგვარება და სოფელმაც რომ დაინახა ეს გულმოდგინება და მონდომება მიუხედავად იმისა რომ სოფელი საკმაოდ მომხმარებლური დამოკიდებულებით გამოირჩევა გაჩერდნენ და ასრულებენ ასე ვთქვათ აი ჩვენს თხოვნას და მოთხოვნას. რა თქმა უნდა დაინახეს შედეგიც იმისა რომ აი რაღაც კაზალვაცარი გაგვაუწყდა რა თქმა უნდა იმის გამო რომ ეს არის ეკლესიის და არის სწორი დამოკიდებულება. ეს არის მესამე ობიექტი. ასევე მე რაღაც გამორჩა იქ ხორნაბუჯის დაცულ ტერიტორიასთან დაკავშირებით ვთქვიათ ის რომ იქ არის უნიკალური ლანდშაფტი გეოგრაფიული. იქ არის ასევე ძალიან უნიკალური იშვიათი დაცემული თუნელი საბუდარი ადგილები. ეს არის რო წარმოვიდგინოთ ცილბოგორის ქედის გაგრძელება, რომელიც გადაჰყურებს ალაზნის ველს
და არის კუთხოვანი მეხუთიანი ისეთი რელიეფი. ბატონო? აქ სხვადასხვა დაწესებები, საკმაოდ დიდი ზომის დაწესებები, ორბი, სვავი, იშვიათი ფრინველის ფასკული. ყველაზე ზოგონი ადამიანის აფრული ფრინველი, სიამოვნებაში ესეთი ფრინველი არსებობს. არ არის საკმაოდ დიდი ზომის, მაგრამ დაწესებები იშვიათი არის. აი აქ ამ ტერიტორიაზე ამ შემოგარენში არის მათი საკუთარი ადგილი. და აი ზუსტად ხორნაბუჯის დაცული ტერიტორიების ნაწილს წარმოადგენს ტერიტორიის წარმოადგენს ისეთი ობიექტი, რომელიც არის ენის მონასტერი, რომელიც ის საუბრეთა და მათთვის მეუბნე დავითის უპირველესწავლისა დახმარებით როგორც უხდებით ისე მისი პროფესიული დახმარებით მოხდა მისი აღდგენა და დღეს ფაქტობრივად აღდგენილი ეცას როგორც მოხდების აგროვებული ხელოვნური არსებობდა. შესაბამისად საქმიანობრივად ის მასალები როგორც არქეოლოგია მოსასწავლებელი არის მეხუთე საუკუნეში. და დღევანდელი დღე მინდა შეგახსენოთ, რომ ალბათ სიმბოლური არის, რომ ელიათეს ბიტოლის ხსენების დღე არის დღეს და წერა მეორე თქვა, რომ მას მიეცა ღვთისგან გასაკუთრებული ძალაუფლება, ზოგადად ბუნებაზე და გარემოზე, ასე ვთქვათ და აი ალბათ მოდონოთ და იმედი ვიქონიოთ, რომ მისი შეწევით წმინდა წინასწარმეტყველის შეწევით დღევანდელი საქმე და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მომავალში მას ექნება განვითარება და აუცილებლად ეს თანამშრომლობა ჩვენ შორის შედგება. დისკუსიას ძალიან პროდუქტიულით რაღაცნაირად ცოტა შეჯაბრებს წავიდეთ. მოწვეული მხარეები ხართ, როგორც მასმედიები მხარე, აუდიტორია, საქმიანობა, ასევე დაცული ტერიტორიების საადვორთო, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო, მუნიციპალიტეტი ახმეტის და საერთოდ საზოგადოება, გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოში. აი დღევანდელი დისკუსიის საგანი, როგორც მივხვდით, არის ურთიერთობა, პარტნიორობა. გარკვეული მაგალითი იყო თქვენთვის მოწოდებული ამერიკის შეერთებული შტატებიდან. შემდეგ იყო ატაკური მოხსენება ძალიან საინტერესო სიახლის, რაც ხდება, სადაც საკრალო ტერიტორიების დაცული ტერიტორიების კონცეფციის განვითარება, უკვე რაღაც განაჩენის გადადგმა. აი ამ მხრივ თუ ვინმე სურს ვანო იქნებ რაღაც ჯანმრთელი თომაშე აპასახელით და რაღაც ყველა მხარეთ როგორც გამოთქვა დაცული. Microphone.